watch or concerned, you may write to his coordinator's office. Oh my gosh. So essentially, But it always gives me the chance. So now we're free from listening to all these unbelievable heavy stories. Sometimes I think come up as it is, pick a different topic. Do something else with your life. Just in one breath. And what did we do? The positive feelings of security as well as the experienced support. But what effect do such negative experiences have on us? They can threaten. მოგესალმებით. მგონი ამ ტელევიზიის განმავლობაში პირველად ვესალმები ასე ხალხს. რაც უცნაური არის, რაც წესიდან საუბარით უნდა გამიწყო ჩემი ვიდეო, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ცოტა დაუგეგმავი ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე. როდესაც მომინდა რომ რაღაც YouTuber celebrity განვითარებავი, რაც ასე არ ხდება და ასე საშინელი განათებით ვიღებ ჩემს ვიდეოს. არ ვიცი საერთოდ ეს ვიდეოები როგორ და რანაირად გაგრძელდება, შევეცდები რომ კვირაში ერთხელ დავდო ხოლმე, რაც ცოტა ბევრი მეჩვენება ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ნახოთ, რას ვიზამ. ჯერჯერობით სულ რაღაც ორი თვეც არა ვარ, რაც ორი თვეც არ არის გასული, რაც ჩამოსული ვარ მალტაზე. და ვერ ვიტყვი მას, რომ არ მომწონს, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ აი გაგიჟებული ვარ ახლა ჩემს სამეზობლოში, მოკლედ არ არსებობს რეკრეაციული ზონები. ერთი აი საბავშვო პარკი, პარკსაც ვერ დავუძახებ.
sakhaneლებია უბრალოდ. მე როგორც ასეთი პარკი რო გაისეინო რაღაცა, ანუ არ არსებობს. სიტყვის ახლა კლუბებს ვუტყამ სამეზობლოს, რომ ჩემი სტეპები ესე იგი ცოტა რაღაცა გაიზარდოს step count. ეს ნახევრად ინგლისურად საუბარი ნამდვილად არ მინდა, ამიტომაც ალბათ ბევრი რაღაცის ამოჭრა დამჭირდება. პირველ რიგში მოდი იმით, ჩემ თავს გაგაცნობთ და გეტყვით ვინ ვარ, რა მინდა, რას ვაკეთებ, რატომ ხედავთ. მე ვარ ნინო. ჩემ გვარს მომდევნო ვიდეოში გაგებთ, კარგი გქონდათ. მე ვარ ნინო კალანდაძე, 25 წლის, საქართველოდან, თბილისიდან და ჩემ ესე იგი მოვიპოვე Erasmus Mundus-ის სტიპენდია და ჩამოვედი პირველი გაჩერება არის მალტა. სწავლობ ფსიქოლოგიას, კონკრეტულად ბავშვთა ფსიქოლოგიას, თუმცა ეს არის ცოტა რაღაც ძალიან ნიშ განხრა ფსიქოლოგიის, რომელიც ასევე მოიცავს ბავშვთა უფლებებს, მათ განვითარებას, სოციუმში მათ დამკვიდრებას და ასე შემდგომ. ჩემი აზრით ყველაზე რთული, როდესაც უცხოეთში ჩამოდიხარ სასწავლად, არის ის ფაქტი, რომ შენს კომფორტის ზონას ტოვებ, of course, obviously. მაგრამ არ მესმოდა ეს კარგად, მაგრამ სანამ არ ჩამოვედი. მეკონა, რა უნდა სულ რაღაცა ჯერ ერთი წელი ხოლმე ჩამოვიდე და მე ზაფხულში ხო ჩამოვა ჩემთან ოჯახთან და მე კიდე ერთი წელი და იგივე და მე რა ვიცი, მე ვნახოთ რას ვიზამ. მაგრამ უშუალოდ რა ჩამოდიხარ და შენი მეგობრებისგან შორს ხარ. მეორე იმის მომენტი გაქვს, რომ რამდენად გინდა, რომ ამდენ ადამიანთან ახლოს იყო შეიძლება, ან ვის როგორ დაუმეგობრდები, ვინ როგორი ადამიანი არის. იმიტომ რომ შენ შექმნილი გაქვს რაღაცა ეს სამეგობრო წრე და თითქოს უფრო შეიძლება რეზისტენტული იყო ახალი ურთიერთობებისთვის დასამყარებლად, ახალი მეგობრების გასაჩენად და უფრო მეტად ეს რაღაც დამოკიდებულება გამოიჩინა, რომ თითქოს გიჭირს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის, ბევრი ვიღაც უნდა გაიცნო. ჩემ დასაბედნიეროდ, ამაში ძალიან გამიმართლა, ჩემი მეზობელი, ჩემი კურსელიც არის და ძალიან მადლიერი ვარ უფლის, რომ ესეთი კარგი ადამიანი მყავს. მეზობლადაც არის როგორც big sister energy ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ პირველად ცხოვრობ რაღაც დამოუკიდებლად და თვითონ გამოცდილება აქვს უკვე ამის მხრივ, წლებია დამოუკიდებლად მარტო ცხოვრობს და მისი რაღაც ეს რჩევები და ეს ხარდაჭერა და უბრალოდ გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს და მიადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას არ დავმალავ. ბევრი ფაქტორი არსებობს იმის გამო, რატომაც არის კარგი უცხოეთში ჩამოსვლა და სწავლა, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი მომენტია, როდესაც უბრალოდ თავს შევა მარტო გძნობდეთ და ვერც კურსელმა ვერ გიშველოთ და ერთადერთი გზა, რომ ცოტა გამოხვიდეთ ხასიათზე, ჩემსავით, ცოტა გამოხვიდეთ გარეთ და ბევრი იაროთ. და ასე ჩემსავით კამერას ესაუბროთ. ალბათ.
don't have enough finances, social support, and so on and so on. So the reasons for that are very. It is interesting, but of course also interesting as. And the final question is favorite foods. 3 is -2, we agree? But -2 squared is 4. There is no statistical significance. If they are disjointed, when I move them horizontally, they don't overlap, it means there is statistical significance. Because the average for these could lie anywhere here. Probably it will be somewhere in the middle. It is possible that the average of female would be larger than the average of males. ძალიან დავიყარე. 5 hours of classes by the way. შუადაც საერთოდ გადამიღებოთ მუშაობდი და სახში მივედი გამოვიცვალე უბრალოდ შემოსაცმელი. And that's it.